შემდეგი საკითხი საჯარო სამსახურში გაგრძელდება ხელფასების მატება, როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10%-ით და 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ხელფასების ყოველწლიური ზრდა 2022 წლიდან დაიწყო და 2026 წლამდეც გაგრძელდება. ანაზღაურება განსაზღვრულია საბაზო სარგოსა და ინდივიდუალური კოეფიციენტის მიხედვით. პრემიერის განცხადებას რიგითი მოქალაქეები გამოეხმაურნენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში სიღარიბეა, პენსიები და კერძო სექტორში ხელფასები დაბალია, სახელმწიფო პრიორიტეტი უნდა გადაიხედოს. არა, ეს სამართლიანი პენსიონერებს უნდა მოუმატონ. იმდენი აქვთ მომატებული, იმდენი საქმეში არიან ჩართულები ისინი, რომ ჩვენ რა პენსიონერებს არაფერი. ხელფასიც მაღალი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველა სჭირდება ფული. მომსახურე პერსონალსაც მაღალი ხელფასი უნდა გქონდეს, მაგრამ პენსიონერსაც უნდა გქონდეს. პენსიონერი უფრო ის არის რა, რომ იმას უფრო უშრომის უნაროა უფრო და იმას უფრო მეტი სჭირდება. უნდა იზრდებოდეს, ხელფასის უნდა იზრდებოდეს და პენსიას უნდა იზრდებოდეს. პენსიონერები ვერ ჩულესაც წოდავებით თორე სხვა კი არაფერი. რა ვიცი, რა ვთქვა ახლა, რასაც ჩვენ მაგალითად საზღვარი ნიქოში ვცხოვრობ, საზღვრის პირასა და კარგად ოკუპაცია. ხო, კარგად გვაძლევს. მათება მაყოფილებად. 10%-ია რამის შეგადაჭამა იმ მთავრობამა ეს ქვეყანა და რა 10%-ია ლაპარაკი. ეს არის ესეთი გარეცხლი მთავრობა მე არ მინახია, ბევრი მინახია. კომუნისტების დროს დაბადებული, აი პენსიაში ახლა გავედი, მაგრამ ესეთი რამე არ გამიგონია. როგორც ჯერ არ ყველაფერს თავის დავანებოთ. როგორ უნდა ვთქვა, ქართველმა კაცმა რომ ომი მე დავიწყე. და ესეთი ამბავი. ასეთი უბედურობა მე არ მინახია. ეს რა მთავრობაა? 2012 წელს ნაღდაც მივეცი ივანიშვილის სახბარი. ნაღდად. იმის შტაბშიც ვიყავ იაკაბოში. მაგრამ რას მოვიფიქრე თუ ეკაცი, ესე ისეთ რაღაცება პირდებოდა რომ მე არ. ხო ავატყობთ რა დღეა. ცნობისთვის 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება.